ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება საფუძველს იყო მოკლებული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. მოსამართლის გამარტებით აუდიტის დასკვნა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა, არ მოიცავს თანამდებობაზე ლევან ჯინჭარაძის მუშაობის პერიოდს. სასამართლომ ლევან ჯინჭარაძის შარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა ნაცდური ხელფასის ანაზღაურების და თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მოსარჩელეს უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს, დირექტორის დათხოვნის უფლება კანონით ჰქონდა. ჯინჭარაძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მიიჩნია, რომ აუდიტის ანგარიშში მოცემული დარღვევები, რაც საფუძვლად დაედო საბოლოოდ ლევან ჯინჭარაძის სამუშაოდან გათავისუფლებას, ეხებოდა საზოგადოებაში ლევან ჯინჭარაძის მუშაობის პერიოდამდე არსებულ დარღვევებს, ამიტომ მას დარღვევები არ შეიძლება გამხდარიყო ლევან ჯინჭარაძის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი. ასევე საქმის მასალებით არ დადასტურდა ლევან ჯინჭარაძის საზოგადოების დირექტორად მუშაობის პერიოდში მის მიერ სადაო ბრძანებაში მითითებული დარღვევების არსებობის ფაქტი და თუნდაც სამინისტროსთან არაკოორდინირებული მუშაობის ფაქტი. 2012 წლის 20 დეკემბრის სასამსახურო ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად ნებისმიერ დროს შეეძლო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეეწყვეტა მხარისთან ხელშეკრულება, ამაზე თავიდანვე იყო მხარეების შეთანხმებული. სწორედ ამიტომ ეთქვა უარი ლევან ჯინჭარაძის სამუშაოზე აღდგენის და შესაბამისად ნაცვლის ანაზღაურებას. დღევანდელმა სასამართლომ თქვა ის, რასაც ჩვენ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით და ვფიქრობთ, რომ დღეს ამას იქით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს არა პოლიტიკური ნიშნით და არა პირადი სიმპათიების და ანტიპათიების გათვალისწინებით, არამედ კანონით მათთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებას, სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ სასამართლო გადაწყვეტილებას და იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ იქნა დაკმაყოფილებული, ვაპირებთ მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ მის გასაჩივრებას. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩემი განთავისუფლების ძირითადად საბაბად ჰქონდა შიდა აუდიტის დასკვნა, რომელიც გაქარწყლებულია სასამართლოს მიერ. ანუ რჩება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ნიშნით ჩემი განთავისუფლება. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ ჩემი განთავისუფლების მიზეზი ბუნებაში არ არსებობს, რასაც მე თავში ვამბობდი, მაშინ რატო არ უნდა მქონდეს მე მუშაობის გაგრძელების უფლება. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დავას.